ახლა ორი გოგოს დიალოგი მოვისმინე კაფეში და საუბრობდნენ იმაზე თუ როგორ მოეწონა ერთ-ერთს ერთი ბიჭი, მაგრამ ერთ რაღაცას ვერ ხვდებიო რა, ეუბნება მეორეს. ძალიან კარგი ბიჭიაო, რა. არც ფილმებს არ უყურებსო, არც მეგობრებთან არ ერთობაო, მარტო მუშაობსო. მაქსიმუმ შეიძლება დარბაზში წავიდესო, მიიღოს საუნა, იმედიტიროს და ისევ ჯდება კომპიუტერთან და აგზელებს მუშაობასო. და ორივე მოზგაობს ესე და იქნებ მამამისიო ეგეთი და იმისგან აქვსო გენეტიკურად ეგეთი мотиваცია. არ ვიცი დღემდე რატო უყვერს ხალხს, რომ თავის მუშაობას, გამდიდრებას და თვით რეალიზაციას უთმობს დროის ყველაზე დიდ ნაწილს. ანუ რას მიკეთებ უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე საკუთარი თავის თვით რეალიზაციას, თანაც ახალგაზრდა ასაკში, როცა ყველაზე მეტი ენერგია გაქვს. ყველაზე მეტი ცხოვრებისეული ენერგია, რომელიც შეგიძლია მიმართო შენი ფუნდამენტის აშენებას. რომ 30-40 წლისას გახვიდე პენსიაზე და აღარაზროს იმუშაო. კი, მერეც იმუშავებ, უეჭველი. მაგრამ რომც არ იმუშაო, შენი იმის შემდეგი თაობაც მაგრად იცხოვრებს. იმიტომ რომ შენ ეს 5-10 წელი ჩადე საკუთარი თავის განვითარებაში და ფუნდამენტის აშენებაში. და ამას რა თქმა უნდა სჭირდება ძალიან დიდ მსხვერპლზე წასვლა. არ უნდა მოწიო მარიხუანა, გამოსირებულ მეგობრებთან არ უნდა გაერთო, არ უნდა დაალიგო ალკოჰოლი, არ უნდა გაერთო ღამის კლუბებში, არ უნდა სდიო ღამის კლუბებში გოგოებს, არ უნდა უყურო პორნოგრაფიას, არ უნდა და რა თქმა უნდა ეს მთელი ენერგია უნდა მიმართო შენს ბიზნესს. თუ მზად ხარ შეცვალო შენი რეალობა, თუ უკვე გაქვს რაღაცა ბიზნესი, მაგრამ რატომღაც კლიენტები არ იცი საიდან მოიყვანო, იმიტომ რომ უნდა დაიწყო ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალურ ქსელებისთვის, მე შემიძლია გასწავლო. ნებისმიერ სფეროში რომც იყო. არ აქვს მნიშვნელობა რა საქმიანობ. ნებისმიერ ბიზნესს დღეს სჭირდება ვიდეო კონტენტის სოციალურ ქსელებისთვის. მომართე გასწავლი როგორ მოიზიდო მიზნობრივი აუდიტორია. გელოდები პირადში.